11 ნომერი ფლუკიგერი, 12 ჯერემი ტოა, 13 დონზე, 14 ჰენრიხი და 15 ვინსენტი შეიყვანა ამასობაში მათგავამ ბურთი თამაში და დაიწყო დღევანდელი შეხვედრა. ხო, ჩემპიონატზე მაინც თუ მოახერხებენ თამაშის მოგებას დაფარება და მე მგონი ლელო იქნება. წესით და რიგით ლელო უნდა იყოს. მე მგონი კარკაძემ დაამიწა პირველი. აი აქ უნდა, აქედან უნდა დავიწყოთ და შევანელოთ. არა, ლელოა. ნამდვილად. გადმოვარდა ბურთი და იქნება ლელო, ეს ლელო იქნება აფრასიძის ანგარიშზე, კი. პირველი აფრასიძემ მოასწრო დამიწება. ნამდვილად პირველი ლელო საქართველოს გაიტანა მე-4 წუთში. მატჩის გამარჯვებული ვინ იქნება, ამაზე კითხვის ნიშანი არ არსებობს არც ერთი მხრიდან. საინტერესოა უბრალოდ ჩვენ თვითონ რა თამაშს ჯულიუს პორშერმა სწრაფად უნდა და გათამაშება, თუმცა ვერ მოახერხა გადავარდა წინ. ჩვენი შერკინება ვნახოთ. გამოვიტანეთ ბურთი შერკინებიდან, კახოიძე ბურთით. კვესელაძე ავიდა კვესელაძე, ვერ აჩერებენ და ლელო. დიარა და გაიტანა კიდეც ლელო. ძალიან საინტერესო ლელო და ლამაზი კვესელაძის სოლო რეიდით, კარგი გადაცემა სხვათა შორის კახოიძის შესრულებითაც. ეს კი ჩვენი გახარებული გულშემატკივარი, რომელიც აფრიალებს ქართულ დროშებს, როგორი სასიამოვნოა, რამდენი დროშაა მოედანზე. კარგად გაატანა ძალიან კახოიძემ და კვესელაძე ძალიან კარგად შევიდა ინტერვალში. მოუგეთ ბურთი თუ დაუვარდათ წინ ჩვენია ბურთი. შვანგირაძე რა კარგი იყო, შვანგირაძეც გამორჩეულია ერთ-ერთი ტოპ 14-ში ლიონის შემადგენლობაში ძალიან კარგი შეხვედრები ჩაატარა მან. მორკინალები ჯაფარიძე და გაიტანს თავადვე ლელოს. ხო, წიფთებოდა უკვე ეს ლეგიონი შეიკრა მოკლედ ქართული. 4 მორაგბე, რომელიც დღეს შემადგენლობაშია ზედმეტსახელი კი მახსოვს, მაგრამ აი ზედმეტსახელით არ მოვიხსენე. ირაკლი აფციაური. აფცი? ენებთან უპირატესობას რა ჩანსიცე ამუცაძე. შიგნით წავა, გაცდება და ისევ შიგნით წავა ალბათ, მიყოლა. რამდენი ვინა ამუცაძემ და რა კარგი გადაცემა მოაგდო. გარეთ აი ამ მომენტზე ვამბობ, ფეხი დაუცდა იქ შიდა მცველს. შემდეგ უკვე მოძებნა სივრცე და სადამდე შეძლო თავად ირბინა და აი ეს ამოგდებული გადაცემა, სადაც კახოიძე საჭირო ადგილას მოკლედ იმ ფესვებს, რაც ჰოლანდიელებს აკავშირებთ აფრიკელებთან ძალიან კარგად იყენებენ. კარგად ჩამოვათამაშეთ ბურთით აბუცაძე, სრულმოძრაობები შიგნით გადაკიდება, ვნახოთ ვინ იქნება პირველი ამ ბურთზე. უკან არის დაზღვევა, თუმცა ცუდად თამაშობენ და მატკავა დაამიწებს ამ ბურთს. ძალიან ლამაზი ლელო გამოვიდა. აქ დრო კი გაჩერდა, მაგრამ მე მგონი მიზეზი არ უნდა იყოს იმისათვის, რომ ლელო არ ჩაითვალოს. აი აქედან თუ გამოჩნდება დამტკიცე წინა არის თუ არა ლუკა? არა, დამტკიცე წინა ნამდვილად არ არის. ერთ ხაზში მირბიან, აი დამიწების დროს ერთი შეხედვით ძალიან გავდა ლელოს. კი. ოჩა, კი ბატონო. სანაკრებო ბაზაზე, ხელოვნურ მოედანზე, მაგის გარდაც გარკვეული პროგრამები აქვთ მცველების გაცვლის, მოთამაშეების გაცვლის.
ჩაჩანიძეზე აგდებული ბურთი კარგად ჩამოყალიბდა მოლი. თუმცა კარგად გვიდგას ჯერჯერობით შვეიცარია, ნახოთ თუ მოუძებნით მიმართულებას. ნელ-ნელა წინსვლაც აქ და წესით ლელოთი უნდა დასრულდეს ეს შეტევა, კი ბატონო, ასეც არის. კიდევ ერთი ლელო საქართველოს ეროვნული ნაკრების შესრულებით. კი ბატონო, ასეც არის. პირველი ნახევარი დასრულდა, ცოტა ხანი შევისვენოთ და დაგიბრუნდებით მალე. იქცევა ივანიშვილი რა კარგია ეგ ბურთი ამოაცალა მეორე წამს გადაყრაზე შეინარჩუნა ბურთი ეს კარგი ლელო უნდა გავიტანოთ აბუცაძე გაიქცევა და არა ამის გამჩერებელი აღარავინ ძალიან კარგი კონტრშეტევა იქ ყველაფერი დაიწყო იმითი რომ ივანიშვილმა მოიპარა ბურთი შემდეგ სწრაფად გათამაშდა ხაზზე ეს დარტყმა ზუსტია 59-0 გახდა ანგარიში. ლელოში თუმცა დაგვებრუნებინეს აქ რას ლელო ძალიან საინტერესო ლელო იყო რომელიც გაიტანა ივანიშვილმა ბაბუნაშვილმა შეუტია იქ ლელოდან უკან წამოიყვანეს მერე და თითქოს შვეიცარია ნახოთ კიდევ ერთხელ გამეორებით. თუმცა გადადო როცა იყო რაკის მონაწილე თან ძირს შვეიცარიელი, ამიტომ ეს დარღვევა უნდა ყოფილიყო. აი ნახოთ გამოწი. კი, ეს დარღვევა არის, რა თქმა უნდა, შვეიცარიელის მხრიდან. ივანიშვილის ასე შანსი. აქ წესების ოდნაც არის და პლუს შვეიცარიელების შეცდომა, რომელიც ჩავარდილმა მოთამაშემ თადა და ბურთით აბუცაძემ. ნინიაშვილი ბურთით. გაიარა თავად როგორ მარტივად გააკეთა ეს ყველაფერი და აქ უკვე აფციაურმა ვერ მოახერხა ზედლელოს ხაზთან შეგბოჭეს, შემდეგ უკვე ნინიაშვილი და აფრასიძე. როგორ მარტივად იარა ამდენი ნინიაშვილმა იქ მცველებს შორისაც გაიარა, შემდეგ ამოაგდო გადაცემა სრულა ლელოთი. He's on your left now. თავად ნინიაშვილი ურტყავს გარდასახვას, რაღაც ზუსტია და საკმაოდ მახვილი კუთხიდან მოახერხა მის გატანა. 100%-იანი შედეგი. რა თქმა უნდა, ძალიან ახალგაზრდა ხაინდრავა და იქ თავის საქმე ჯერ ყველაფერი წინა აქვს, თუმცა ამ გუნდში ყოფნა სწორედ გიორგი ხაინდრავა იყო, ვინც წაიღო ბურთი, ნინიაშვილი მოკლე შეგორება და აფციაური სავარაუდოდ გაიტანს კიდევ ერთ ლელოს. ასეც არის შესანიშნავად ითამაშა ხაინდრავამ, შემდეგ ნინიაშვილის გამოზომილი გადაცემა ფეხით და აფციაური ზუსტად იქ აღმოჩნდა. You can use another ball. Mike. Time off, time off. Good. Yeah, for the kick. Yeah, okay, so time back. Mashi, აფრასიძე, ნინიაშვილი. Backwards. უკანო ისევ ნინიაშვილი. აბუცაძე შემოურბენს თავად გადაცემა გააკეთა სპანდერაშვილზე და კიდევ ერთი ლელო. ახლა უკვე დარბევის სტადიაშია გადასული ჩვენი ეროვნული ნაკრები. გახდა საქართველოს ნაკრები მსოფლიო ასპარესზე. და უკვე მივედით იქამდე, რომ ტიერ-1-ის ქვეყანა ორჯერ დამარცხებული გყავს. კიდევ ერთხელ გამეორებით. სპანდერაშვილის ლელო. ჩვენ ჩავიდეთ აბუცაძემ და იქ თითქოს ხელი უხრხულად მოხვდა აბუცაძეს რაღაც მომენტში შეჩერდა. გოგინავა შესანიშნავად ითამაშა ალანია და კიდევ ერთი ლელო.
ახლახანს გამოჩნდა ალანია მოედანზე. გარდასახვაც ზუსტია. არც ერთი გადასახვა არ გაგვიცდენია, ხო დღეს? 100%-იანი შედეგი. ფეხით პატარა გადაკიდება, სადაც ტაბუცაძე ადგილზე, აია გაიხსნა სივრცე და წესით ტაბუცაძე ირბენს ბოლომდე, კი ბატონო, ასეც იქნება და კიდევ ერთი ლელო ტაბუცაძის ანგარიშზე. ნუ რეკორდსმენია ეს კაცი, ყველაზე მეტი ლელო აქვს საქართველოს ნაკრებში გატანილი. ალანია გოგინავა თავად შეუტია კარკაძე. მაგარი პასები ჩაჩანიძე მიყოლაც იქვე არის და კიდევ ერთი ლელო უნდა მომწიფდეს წესით, კიდევ ერთი ამოგდება ისევ ჩაჩანიძე. ჯავახია. ამის აწევა მოუნდა ახლა კაც. კარკაძე. ჩაჩანიძე. კიდევ ერთი გადაცემა. და ბოლოში ივანიშვილმაც გააკეთა კიდევ ერთი პასი და გაატანინა აქციაურს კიდევ ერთი ლელო. გარდასახვა ნინიაშვილის შესრულებით ისევ ზუსტია 96-0 და 9. არა ყველა უკაცრავად პაპუნაშვილი უკან გადმოვარდა ეს ბურთი შვანგირაძე და თავად გაიტანს ლელოს. კი ბატონო, ასეც არის. მაგრამ ჯერ შესამოწმებელია როგორც ლელოა. ეს სტარტმა ზუსტია ნინიაშვილის შესრულებით და კიდევ 2 წუთი რჩება სათან. ალანია გამოვიდა დერეფნიდან ბურთი, ივანიშვილი ხაინდრავა. პასი, მაგარი პასი თან ივანიშვილის ხაინდრავა რა მოძრაობებს აკეთებს და თავად ირბენს ბოლომდე და გაიტანს სადებიუტო ლელოს. ნულოცავ. ბრავო, შესანიშნავად ითამაშა იქ ივანიშვილმა, კარგად ამოაგდო შემდეგ ბურთი და ხაინდრავამ ინდივიდუალური ოსტატობით დაასრულა ეს შეტევა და რა სიტყვიან? კიდევ ერთხელ გამეორებით. ეს კი ხაინდრავას არაჩვეულებრივი მოძრაობები. სტარტმა ზუსტია 110-ით 0 დასრულდა რეკორდული სხვაობით მოვახერხეთ. სრული დომინაცია როგორც მოსალოდნელი იყო, სიმართლე გითხრათ, ამ ხელანგარიშის მოლოდინი მაინდა-მაინც არ მქონდა, თუმცა აბსოლუტური დომინაცია საქართველოს ნაკრების მხრიდან. ერთ კვირაში